რან ვიყოფებით ახლა სოფელ ბოსლევში? ეს ზედა ბოსლევია, ხო? არა, არ ვქის. საერთოდ ბოსლევია, მაგრამ ბუნებრივად საერთოდ ყოფილი მახათაზების უბანი ახლა ეს. გაღმამჭერდებია, გამოღმაკეთ კაპანაძეებია. ძირ დაბალში კიდე დათუნაშვილების ოჯახია, ჩაფიზევია, ბოსლევია, კიდე პატარა ბოსლევის სადგური პლატფორმა არის ბოსლევის. აქ მეგლევის სადგურია, აქეთი განისაზღვრება ყია არის კიდე. გაღმაჭუბურის სერია კიდე აღმახ. საბჭოთან ორგან მოხდა. აჰა. საერთოდ ბოსლევი ქვია. სოფელში სადაც გადი ზადდება კრამიტი, აგური. კრამიტი ეს აგურის და კრამიტის ეს 70-იანი წლები, 90-იანი წლები რამდენად გეხმარებოდათ ცხოვრებაში? თუ იყიდებოდა? ადრე კრამიტი დაყოლდა ზესტაფონში, ბურმებით, ცხენებით. გასაღიდა. რამდენ წაიღებდი ახლა იქ? მიყონა 300 წელი. ცხენით. ხო, მაშინ რაღაც კაპიკები. ვირის ტაჭკით ტაჭკა ქონდა შეაბა ცხენში ჩაულებდი ჩეკანდი. მე თუ გაყიდი თუ არა დაწევდი ხომ უტოვებდი და პოსოთი ვიღაცა გრეხთან დაატყობდი. მაგრამ ისეთი ნაირად იყო ის არ გაყიდი, პურსი ყიდი, პერსი ყიდი, რაღაცა წელი და წამოხვიდები სახში. ხო. მე კოლექტივმა დაიწყო დაბეგურაი. კრამიტზე, ჭურზე, ჭურს აკეთებდა მამაჩემი, აკეთებდა 5 კაცი აკეთებდა 4-5 კაცი. ივან ანტონი ივანიში აკეთებდა, გივია მახათაძე აკეთებდა, შოთა მახათაძე და მამაჩი. და ქონდა მინდროს პერიოდში ქონდა ქურები. რომელი წელი იქნებოდა? ეს იქნებოდა სადღაც 64 წელი ასე. 64 წელი მაშინ და იქითკენ სანამ ეს იქნებოდა არავინ არ აკეთებდა ჭურსაკ. აქ აკეთებდნენ მარტო კრამიტი იყო მთელი მჭედლილის ხალხი გადმოდიოდნენ ჩვენთან და კაპანაძეებს თვითონ ქონდათ ახანა, მაგრამ კაპანაძეები მეტად ჭურის ქონდათ, მაგას იქ გადახვიდა და გადაყო ნიგზები ახლაც არის. ნიგზები. იფსადა თან ცხოვრობდნენ იქ ამ პერიოდში, მაგრამ იყო ალბათ საუკუნის უკან. იმას იქით კიდე ალბათ. ხო და იქ ცხოვრობდნენ, შვილები წყალდათ იქ და პატარა ჩამოხურები ქონდათ, პატარა იმაში ცხოვრობდნენ. მე გადმევიდან აქეთ დაინდარო შამევიდეს ისე. თუ არა, მაგალ 100-იანი ჭურები ახლაც არის ერთ ოჯახში, ვიცი, მე მგონია რომ იქ უნდა იყოს ავთანდილის ოჯახი. გამოუწვევი ჭურები. მე ახ მამაჩემს გაკეთებული ჭურები მაქვს ყველა 80-იანი, 25-იანი, 15-იანები და პატარა 9-იანი და 6-იანი და მაგრამ ესენი აკეთებდა საუკეთესო ჭურს, ახლა ეგ ყველა ქვებია კონკურსში. ახლა საწამლის ჭურს და მაგათ ჭურს კაი აკეთებენ ეგენს კი, მაგრამ ჩვენიდან მიაქნით ამაგათ. მე ემაზე ვერ გააგორებდი. ემაზე 80-იან 50-იან ჭურს გადააგორებ ჩეულებია და არც პიცარი დადება უნდა და არა ტყბებოდა ესე მაგარი იყო. გამოწვით კიდე უნდა გამოკოთ და სუფთა წყალი უნდა ეს კი არ უნდა ამ უგულ და გუბელას ვერამე იყო. სუფთა წყალი, წყაროს წყალი უნდა რომ ის ისე იმაშვება, იწება რომ იქ რომ დაქუსლის როდიგას ძირი. სადაც იმას ჯოაკ ძირა სინათლე გადიშიდა. სინათლე რომ გამეიპოლოში დამთავრდება გამოწვა. ვერ დაინახა ნუ თუ იმაზე დგას აგურზე ძირა. ისე გაცხელებული. ისე უნდა იყოს გამოწვა. ხო აი წარმოიდგინეთ წითელი ლავაკა რომ გადმოდის, ხო ვარდისფერი. ისეთნაირად არის. ხო და ეს ადრე ჩვენთან მე მახსოვს ბავშვობიდან დარჩენილი ქარხნები, რომ პატრონები დაიღუპენ და აღარ იყვნენ და იყვნენ დარჩენილი კაიხანი იყვნენ. და ის ვაკე საერთოდ ეგ რო გავყვები, ორი ქარხანა არის, 3 ქარხანა კიდე მეტი აღარ არის. ხო, ჩვენ ქონდა დიდი ქარხანა ადრე. მე დაიგრაი და აღარ იმას საქნია, მე სხვა რამე დერიწყე და იქ გავყვება და იყო სულ და ჩვენთან ჭიდა მარსელის კრამიტი ხო ის რა არის? დიდე ფართეები და ჩვენ დაგიჭილებია კი არა ფორმები რაღაცა სხვანაირი ფორმები. ხო. და ჩემყანაში ახლა ყალამაკი ხანა მე იმ ადგილში და ახლა თუ გუშინზე დავხალი ტრაქტორი დამოყარა ის იმ მარსელის კრამიტები.